ხო, ჩემი აზრით საერთოდ რატო ხდება ესეთი სიტუაცია, რაც ეხლა არის სამყაროში იმ ავტოიმუნურ დაავადებებთან დაკავშირებით, ესეთი არ ყოფილა არასდროს. უფრო მეტიც ბოლო მონაცემებით პირველ ადგილზე გავიდა გაასწრო აუცილებლიან სიმსივნეებსაც, გულსიზარდთან მწვავე დაავადებებსაც და რატო ხდება? იმიტომ რომ პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიები მკვეთრად შეცვალეს. იმის გამო რომ მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად იზრდება, იმის გამო რომ პროდუქტები შესაბამისად ამდენი პროდუქტი ნატურალური მოყვანას ვერ ასწრებენ, ამიტომ დაიწყო ტექნოლოგიური პროცესები და ამ ტექნოლოგიური პროცესების გამო კვების პროდუქტებში განსაკუთრებით ტექნოლოგიურად დამუშავებული სახამებელი არის ყველაზე დიდი პრობლემა და მათ შორის ისევე სიროფები, რომელიც სიმინდისგან მზადდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ავტოიმუნური დაავადებების მექანიზმი არის აბსოლუტურად მსგავსი. ანუ იქ ბევრი კითხვები იყო ჩამოწერეს ამ დაავადების დროს, გლურა იქნება, გაფანტული სკლეროზი, ცელიაკია, ყველა. ანუ ავტოიმუნური პროცესი ნიშნავს, რომ ორგანიზმის იმუნური სისტემა რაღაცას ვეღარ სწორად ვერ აღიქვავს. და იმის მიხედვით სად უტევს, ამის მიხედვით ამ დაავადებებს სხვა სახელები ქვია. ანუ ხან უტევს თქვა ნაწლავს, ხან უტევს ნერვულ სისტემას, ნერვული ქსოვილის მიელინურ გარს, ხან სიძარღვის კედელს, ხან კანს, ხან და ასე შემდეგ. ანუ ყველა ავტოიმუნური დაავადება ერთ და იგივე მექანიზმით იწყება და ძირითადი პრობლემა ეს არის საჭმლის მომნელებელი სისტემაში, ანუ ნაწლავში არსებული ფორებში დაწყებული ანთებითი პროცესი. ძირითადი მიზეზი ამ ანთების ეს არის გლუტენი და შესაბამისად ანუ ფქვილი გარდა იმისა რომ შეიცავს კონცენტრირებულ შაქარს სახამებლის სახით, რომელიც შემდეგ კუჭ-ნაწლავში შაქრად იქცევა, ამავე დროს ეს გლუტენი, რომლის დასამუშავებლად ორგანიზმს არ აქვს ფერმენტი, ჩვენ გლუტენს ვერ ვამუშავებთ, ის არის საკმაოდ წებოადი, საკმაოდ ანთების გამომწვევი და იწყებს ნაწლავის ფორების ანთებას, რის გამოც ანთებითი ფორა ზომაში იზრდება და მასში უკვე ეტევა ისეთი ზომის ცილის მოლეკულები, რომელიც ზომაში ემთხვევა ვირუსს, ბაქტერიას, ანუ ორგანიზმის იმუნური სისტემა ვეღარ აღიქვავს, რომ ეს ცილა ვირუსია, ბაქტერია ებრძოლოს, არ ებრძოლოს და ყველანაირ ცილას მსგავსი ზომისას შემდეგ უტევს ჩვენ ენდოკრინულ ჯირკვლებს, ჰორმონებს, ანუ ყველაფერს ასე იგი ზომაში დაამთხვეს. ამიტომ პირველი რაც უნდა მოხდეს გლუტენი და ომეგა-6-ის აბსოლუტური ამოღება უნდა მოხდეს ორგანიზმში. ეხლა რაც შეეხება ადამიანები ვარ და გვინდება ხანდახან ტკბილი და შემდეგ. ტკბილიც ეხლა სხვანაირი, ანუ იმის გამო რომ იმ ფქვილში გარდა იმისა რომ ტექნოლოგიურადაა დამუშავებული, ამავე დროს რძის პროდუქტებში და ფქვილში იყენებენ არაპირდაპირი ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, ანუ ანტიბიოტიკების მსგავს ნივთიერებებს, იმისთვის რომ ეს პროდუქტი არ გაფუჭდეს, მას არ შეუტიოს ბაქტერიამ, სოკომ და ასე შემდეგ. და ზუსტად ეს ნივთიერება ისე როგორც იქ ვერ უტევს, იქ ანადგურებს სოკოს და ბაქტერიას, ასევე გვინადგურებს ნაწლავის ჩვენ მეგობარ ბაქტერიებს, რის გამოც იწყება ყველა ეს პროცესი. ანუ ეს არის საკმაოდ დიდი გლობალური პროცესი და გეთანხმებით, რას ვიზავთ? ანუ გადახვიდეთ ნატურალურ კვებაზე, ეზოში, ბოსტანში, აივანზე, დათესოთ ბოსტნეული რაც შეიძლება მეტი ნატურალური მიირთვათ, რომ ნაწილობრივ მაინც დააკომპენსიროთ ის რაც ხდება და მაქსიმალურად შეამციროთ ტექნოლოგიურად დამუშავებული პროდუქტები, განსაკუთრებით ბავშვებისთვის ეს ბურბუშელები, ჩიპსები, ფასტ-ფუდის პროდუქტები. აი ეს არის მიზეზი, ეს რაც შემიძლია გითხრათ და კითხვები რომ ამ დაავადებას რა უნდა, იმ დაავადებას, ანუ ყველა ავტოიმუნური დაავადების მექანიზმი გამომწვევი არის ერთ და იგივე, თუმცა იმის მიხედვით რა ნაწილს უტევს ორგანიზმში საკუთარი იმუნური სისტემა, ამის მიხედვით დაავადებებს სხვადასხვა სახელები და სხვა აღწერილობა აქვს, სხვა მიმდინარეობა აქვს. სიმპტომატიკა და ასე შემდეგ. ამიტომ რომ მომწერთ ეს არის ყველა ავტოიმუნურ დაავადებას ერთი და იგივე მიდგომა ჭირდება ზოგადად და ყოველ კონკრეტულ პაციენტს კონკრეტულად შერჩეული კვება და დიეტა.